დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვის თავისუფლებაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება საქართველოს კონტექსტში და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი პანელის სათაურიერებად ჩანს, უპირველესად თავის იდეა გააჩინა შარლი ებდოზე მომხდარმა ტერაქტმა, რომელიც იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. და შემდეგ უკვე იმის ჯაბაასმა, რომელიც წარმოიშვა ამერიკულ, ევროპულ და ქართულ მედიაში ძალიან ბევრი სტატია დაიწერა, ძალიან ბევრი ბლოგი დაიწერა, სადაც ადამიანები მსჯელობდნენ, რა მოვლენა იყო ეს და რამდენად ჯდება, რამდენ შეგვიძლია განვიხილოთ მოვლენა თავად სიტყვის თავისუფლების კონტექსტში. და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ თუკი ჩვენ დავიწყებთ კარიკატურების ავკარგიანობაზე მსჯელობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირდაპირ ვაძლევთ საშუალებას ტერორისტებს შექმნან დისკუსიის ტონი. და ვეცადოთ, რომ ამას თავი ავარიდოთ და ვილაპარაკოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს ის არგუმენტები, რომლებიც ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ შარლი ებდოს კარიკატურებმა, შარლი ებდოს დაბეჭდვა კარიკატურებმა მოახდინეს პროვოცირება ადამიანების, მუსლიმების და რომ სწორედ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვის თავისუფლებაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ვინმეს გაუწიოთ პროვოცირება. ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფაზე, რამდენად უნდა გავითვალისწინოთ ან არ უნდა გავითვალისწინოთ რელიგიური გზნობები, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიღაცები ან რაღაცეები, განსაკუთრებით ძალაუფლების მქონე ინსტიტუტები გავაკრიტიკოთ, ხო? და იყო ძალიან ბევრი ლაპარაკი ასევე იმაზე, უნდა გადაებეჭდათ თუ არა სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეს კარიკატურები. ევროპულმა ჟურნალებმა ნაწილმა გადაბეჭდა და ამერიკულმა ჟურნალებმა და ნაწილმა ევროპულმა ჟურნალებმა თქვეს, რომ ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ ხარს შარლი ებდოს, მაგრამ თავს ვიკავებთ კარიკატურების გადაბეჭდვისგან და ბუნებრივია ორივე მხარეს ჰქონდა თავისი არგუმენტი. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური. არსებობს ბევრი სხვა ღირებულება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლებას აქვს საზღვრები. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ცენზურა დასაშვებია, ის რომ სახელმწიფო შეუძლია ადამიანები აზრის მიხედვით გააკონტროლოს, ისინი დასაჯოს იმ აზრებისთვის, რაც მათ გააჩნიათ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა გამოხატა აზრი და მით უმეტეს თუ მედია საშუალებაზე არის საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან გამოხატა აზრი, ის რაიმე ფორმით დასაჯო. დასჯის ყველაზე მძიმე ესე ვთქვათ ვერსია, ეს არის სისხლის სამართლებრივი დასჯა მოგეხსენებათ და ასეთ ჩარებას გამოხატვის თავისუფლებაში მხოლოდ ორ შემთხვევაში ცნობს, მაგალითად საქართველოს კანონმდებლობა, როდესაც ტერორიზმისკენ მოუწოდებთ ვინმეს ან აგრესიული ომისკენ მოუწოდებთ ვინმეს. სხვანაირად ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არანაირად სისხლის სამართლის წესით რეგულირებადი არ არის. მე თავიდანვე იმითი დავიწყებდი, რომ ბევრმა კარიკატურამ, შარლი ებდოს კარიკატურამ მე პირადად ძალიან დამშოკა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე შოქში ჭამდები იყო ნიგერიელი ქალები, თუ გახსოვთ, რომლებიც ბოკო ჰარამმა ტყვე დაიყვანა და რომლებიც იყვნენ ესე ვთქვათ მასობრივი გაუპატიურების მსხვერპლი და ასე შემდეგ. ეს ქალები, ამ ქალების კარიკატურა, ანუ ბოკო ჰარამის ტერორისტების კარიკატურა კი არ იყო გარეკანზე, არამედ ამ ქალების ორსულად იყვნენ ეს ქალები და ამ ქალების კარიკატურა იყო. მე ბევრი წავიკითხე იმის შესახებ, ანუ ახსნა წავიკითხე საქართველოსგან განსხვავებით ადამიანები შეიძლება არ ამართლებდნენ რაღაცას, მაგრამ ხსნიდნენ და საქართველოში ან ამართლებ ან არ ამართლებ რაღაცას. და ეს სხვათა შორის ერთი ძალიან პრობლემატური საკითხი არის, რომელზეც ალბათ სხვები ილაპარაკებენ, მაგრამ მე პირადად არც იმას არ შევეწინააღმდეგებოდი, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არავისთვის არ მომითხოვია ის, რომ უპირობოდ დაეჭირა მხარი იმ გამოხატვის შინაარსისთვის, რაც იყო შარლი ებდოს ასე ვთქვათ, გარეკანზე თუ საერთოდ მათ მიერ გამოქვეყნებული და არც პირიქით. ანუ მე ვფიქრობ, რომ დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი არის და ერთ-ერთი რაღაცა აი ზუსტად ბოკო ჰარამის მსხვერპლ ქალებთან დაკავშირებით რაც წავიკითხე, იყო შემდეგი, რომ სინამდვილეში ეს არ ყოფილა რასისტული
არანაირად თავი დავანებოთ ქალთა მოძრაობას და ასე შემდეგ ეს საფრანგეთის ასე ვთქვათ სოციალური პოლიტიკის კრიტიკა იყო. ჩემთვის რომ ადამიანის რომელიც არის საფრანგეთის სოციალურ პოლიტიკას ეს იყო ჩვეულებრივი წმინდა რასიზმი და აბსოლუტურად მიუღებელი რაღაც, იმიტომ რომ ვისაც ხდებოდა დაცინვა, რომლის უფლებაც მათ ნამდვილად ჰქონდათ, ეს იყო მსხვერპლი და არა ის ვინც იყო ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ამ ბოროტების, ასე ვთქვათ, ავტორი და ბოკო ჰარამს გულისხმობ ამაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე პირდაპირ უნდა ვთქვა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე დიალოგს მივესალმები, მიუხედავად იმისა, რომ მე დიახაც ვფიქრობ, რომ შარლი ებდოს კარიკატურები იყო რასისტული, ანტისემიტური, სექსისტური და ყველა იმღირებულებასთან წინააღმდეგობაში მყოფი, რასაც კანონი გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად ასევე იცავს, მე მაინც ვფიქრობ, რომ შარლი ებდოს ქონდა იმისი უფლება, რომ ეს ყველაფერი დაებეჭდა და ეთქვა იმ გამოხატვის ინფორმებით, რა ფორმებითაც მასზე სურდა. ძალიან კაფედ უნდა გამიჯეროთ. ერთი მხრივ შარლი ებდო რასაკეთებდა და ეს მოგწონს თუ არა, მეორე მხრივ ტერორისტებმა რაც გააკეთეს ის რა იყო და მოგწონს თუ არა, ხო? და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი ასეთი ან ისეთი გულისხმობს ან დედუქციურად, ან ინდუქციურად, ან ასოციაციურადაც თუნდაც მეორე კითხვაზე პასუხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასამიჯნი ამბავი, რომ ტერორისტიზმი არ მომწონს სრული უფლება მაქვს ამის თქვა, თუნდაც იქვე ვთქვა, რომ არ მომწონს შარლი ებდო. აქ რაღაცა შიში და სიფრთხილე ჩემი აზრით არის ზედმეტი, რომ ძალიან ცოტა მემეგულება ადამიანი ან აქ ან ჩემს ნაცნობებში, ან ნაცნობებში, ვინც ამბობს, რომ ტერორიზმი კარგია. მაგრამ ეხლა ნინოს კითხვა ძალიან არ დავარღვიო წესები და დავუბრუნდე ნინოს კითხვას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, აი თამარი გამისწორებს ან მეტნივაც შემოიტანს იმედია ამ საკითხებზე თუ რაღაცაში არ დამეთანხმება გამიხარდება ახალს თუ გავიგებ, მაგრამ ჩემი აზრით ტერორისტების ქმედების შეფასებაში საერთოდ არ არის აქ რელევანტური სიტყვის თავისუფლების და აზრის თავისუფლების საკითხი. ტერორისტების ქმედება, ტერორისტული ქმედება იყო, როდესაც დაანგრიეს ნიუ-იორკში როდესაც ისინი მოიქცნენ პენტაგონზე ტერორისტული ქმედება, იგივე რაც შარლი ებდოს შემდეგ გააკეთეს საოცარი მასაკრი მოაწყვეს თავიანცავე ისევ ისლამურ ქვეყანაში ერთ-ერთში, ეს არის საკითხი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას არის. მე თუ სწორად მესმის სიტყვის თავისუფლება ეხება იმ სიტუაციას, სადაც გვაქვს განსხვავება ძალაუფლებაში, სადაც ცენზურაზე ლაპარაკი ადეკვატურია, იქ სადაც ვიღაცა შეუძლია აკრძალოს ეს, ხო? შარლი ებდო არავის არ აუკრძალავს, იქ მაქსიმუმ თუ მიზეშედეგობრივ დისკურსში გადავალთ, იქ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ შარლი ებდოს ასე უპასუხეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამართლება, ხოლო კიდევ ხო ვიღაცა ესე თუ ნორმატიულში გადავალთ, ისე აქ სიტყვის თავისუფლება კი არ არის, ისე ვიტყვი, რომ ძალიან ცუდია, რომ ადამიანს შეურაცხყოფის გამო, თუნდაც ვიღაცა შეურაცხყოფილიყო, უპასუხო ტერორისტული აქტით. ანუ აქ საერთოდ კანონზე, სახელმწიფოს მიერ სიტყვის აზრის ან უმრავლესობის მიერ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვაზე საკითხს მე აქ საერთოდ ვერ ხედავ. თუ ჩემს დავმაჭრინჯებ საკითხს, თუ ვიტყვით, რომ ტერორისტებმა ამ დროს გაილაშქრეს სიტყვის თავისუფლებაზე, არა. ტერორისტებმა გაილაშქრეს იმაზე, რასაც გაილაშქრეს, მეორე საკითხი უფრო გლობალურად თუ შევხედავთ კონტექსტს, ეს გალაშქრება იყო მართლა ზოგიერთმა ეს შეაფასა და მე აქ ახლა არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ბოლომდე გავცე ამ კითხვას ჩემთვის პასუხი არ არის, რომ თქვენ დაგაწმენდით ამაში თქვენი დარწმუნება, რომ ზოგიერთმა თქვა, რომ ეს უფრო ფართო კონტექსტში გავიგოთ, როგორც მიმდინარეობში ჩადენილი ამბავი, ვიღაცა იმასაც იტყვის, რომ ტერორიზმის წოდება ერთი მხარისთვის მაშინ როდესაც იგივე აი თამარმა ახსენა დრონებით იქ რაღაც სამხედრო ოპერაციების ჩატარებისთვის, რიგითი მორიგი სამხედრო ოპერაციების წოდება, ეს ასიმეტრია თვითონ უკვე რამდენად გარანტირებულად უნდა მივიღოთ და რამდენად თვითონ მის შესახებ კითხვები არ დავსვათ, ეს არის ძალიან ძნელი, ძალიან საინტერესო საკითხები, ეს გლობალურ ურთიერთობებზე და საფუძველში კარგად მომჩიჩქნით ეკონომიკურ გლობალურ ურთიერთობებსაც დავინახავთ იქ მარტო პოლიტიკურ და ძალაუფლებისთვის ბრძოლას არა.
ძალიან ზეცათქონი მე ამაზე ვერ შეგუდგები ვერანაირად მსჯელობას, მაგრამ ისე ანუ ეს გადახვევა რომ ტერორიზმი უნდა დავარქვათ ამას თუ არ დავარქვათ, ჩემთვის არის ეს ტერორიზმი, მაგრამ ეს რომ იყო კანონის გარეთ და რომ ეს არ იყო ცენზურა, ჩემთვის ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი ამ შემთხვევაში.